მბაპე კვარაცხელიას წინააღმდეგ. ქუჩა თავისი ოცნების კლუბს დაუპირისპირდება. რა კომენტარი გააკეთა ქართველმა? გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო მდგომარეობა, სად გადავა საბოლოოდ ბომბარდირი. ეს და სხვა სიახლეები ჩვენს ვიდეოში. სამწუხაროდ ახლა ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, 75% არხი გამოწერილი არ გაქვთ. არ დაიზაროთ არხის გამოწერა, რადგან ამით ძალიან დამეხმარებით მის გაზრდაში. ასევე ჩვენი მიზანია ავიდეთ 1500 ლაიქზე. მადლობა შენ, თუ ჩემი ეს ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე. ახლა კი ფეხბურთს დაუბრუნდეთ. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში დღეს ხუჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი მადრიდის რეალს შეხვდება. მატჩის წინ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. რეალის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. გვიხარია ასეთი მეტოქეების წინააღმდეგ თამაში, იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საქმეს კარგად ვაკეთებთ. ნახევარფინალში თამაში დიდი мотиваციაა. გუნდი მზად არის კიდევ ერთ ფინალში გასასვლელად. ამ მატჩს ბევრი განსაკუთრებული დეტალი აქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გასვლის საშუალებას იძლევა. ალონსოს რეალის შესწავლა რთულია. ჩაბი მხოლოდ ახლა იწყებს თავის საქმეს, ამიტომ რაიმე დასკვნების გაკეთება არ შემიძლია. ვიცით, რომ ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ყავს, მაგრამ ალონსო მათთან მუშაობას მხოლოდ ახლა იწყებს. ფიქრობ, მას აქვს ყველაფერი, რაც ტოპ გუნდს სჭირდება. მე უკვე 2 წელია რაც პარიზში ვმუშაობ. ჩაბი კი მადრიდში ახლა ჩავიდა. არ ვიცი ვინ არის ფავორიტი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი მატჩი იქნება. ყველა ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბს და კლუბის მენეჯმენტს სურს ისტორიაში შესვლა. გვაქვს შესაძლებლობა 4 წელიწადში ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატის ტიტული მოვიპოვოთ. ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იქნება. ჩვენი მიზანია გამარჯვება და ფინალში გასვლა. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალი დიდი мотиваციაა, როგორც ჩვენთვის, ისე რეალისტვის. შევეცდებით მატჩის მიმდინარეობა გავაკონტროლოთ. განაცხადა პარიზელთა თავკაცმა. დღეს საღამოს ხუჩა კვარაცხელია გვაჩვენებს თავის სკილებს და შესაძლებლობებს მადრიდის რეალის წინააღმდეგ. ნამდვილად ცხელი მატჩი გველოდება და დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ქვეყანა გემრიელად ჩავუჯდებით და ამ დიდებულ ნახევარფინალს ერთად ვუყურებთ. მოგმართავთ კომპანიებს, რომლებიც ეძებთ ადგილს თუ სად შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი პროდუქტი. ეს იქნება რაიმე სასმელი, სპორტული მაღაზია ან თუნდაც ტურები. აქ თქვენ გაქვთ იდეალური შანსი მიაწვდინოთ ხმას სწორ აუდიტორიას. ერთგულ გამომწერებთან კი პატარა ჩელენჯი მაქვს. დაწერეთ კომენტარებში რა ანგარიშით მორჩება ეს მატჩი. შემდეგ კი გადავხედავ და ვნახოთ რამდენმა გააკეთა სწორი პროგნოზი. შეხვედრამდე რამოდენიმე საათით ადრე გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა Le Equipe-მა და Le Parisien-მა მოსალოდნელი სასტარტო შემადგენლობები დაასახელეს. საგულისხმოა, რომ ორივე გამოცემის შემადგენლობა ერთმანეთის იდენტურია და ორივეში ხუჩა კვარაცხელია სასტარტო 11-ულში მოიაზრება. PSG-ს შემადგენლობა ასეთია: დონარუმა, მარკინიოსი, ჰაკიმი, მენდეში, ბერალდო, ნევეში, რუისი, ვიტინია, დუე, დემბელე და ხუჩა კვარაცხელია. მადრიდის რეალში კი სიტუაცია შემდეგია: კურტუა, ასენსიო, რუდიგერი, ალექსანდერ არნოლდი, გარსია, ვალვერდე, ჩუამენი, ბელინგემი, გიულერი, გარსია და ვინისიუს ჯუნიორი. როგორც ჩანს, კილიან მბაპე სასტარტოში არ იქნება. რაც ლოგიკურია, რადგან ალბათ თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაში არ სურს. შესაძლოა კილიანი მატჩის მეორე ნახევარში ვიხილოთ მინდორზე. PSG-ს ქართველი ვარსკვლავი ხუჩა კვარაცხელია დაზნს ესაუბრა. კვარას მბაპეს ფაქტორზე კითხეს. მიმდინარე ტურნირზე ფრანკს რეალის სასტარტოში ჯერ არ უთამაშია. კითხვას რეალი მბაპესთან ერთად უფრო ძლიერია თუ მის გარეშე? კვარა ასე პასუხობს: მბაპე ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის რეალი უკეთესი და უფრო სახიფათო გუნდია მასთან ერთად. ვერ ვიტყვი, რომ ყურადღება მხოლოდ მასზე უნდა გავამახვილოთ. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ ვცემთ პატივს რეალის ყველა მოთამაშეს. მეტოქეს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ყავს, მაგრამ რეალი გუნდურადაც ძალიან ძლიერია. ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდურობაა. მათ პატივს ვცემთ, მაგრამ ყველას წინააღმდეგ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ტურნირის მოგება გვინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ხუჩამ გუნდში არსებულ ატმოსფეროზე ისაუბრა. ერთი ოჯახი ვარ, ვცდილობთ გუნდურად ვითამაშოთ, ერთად კარგად ვარ, როგორც მინდორზე, ასევე მოედნის მიღმა. ოჯახი ვითვართ და ყოველი წამით ვტკბებით. ძლიერ გუნდურ სულისკვეთებას ვავლენთ. ერთმანეთისთვის ვებრძვით და ერთ ფეხბურთელზე არ ვართ დამოკიდებულები. კვარა მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეზეც გააკეთა კომენტარი. მწვრთნელი კარგ ტაქტიკურ დავალებებს და სტიმულს გვაძლევს. ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენი მწვრთნელია და მისთვის ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები. ხოლო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ნახევარფინალში რეალისა და PSG-ს შორის დღეს 11 საათზე გაიმართება. რომასა და ლიონს შორის გიორგი მიქაუტაძის შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და შესაძლოა საერთოდაც ჩაიშალოს. ცოტა ხნის წინ გავლენიანმა იტალიურმა გამოცემა Corriere dello Sportმა გავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ლიონმა ქართველი ფეხბურთელი
მრავალი სანაცვლოდ, რომაელებს 40 მილიონი ევრო მოსთხოვა. რომას ხელმძღვანელები კი ამ რაოდენობის თანხის გადახდას არაპირებენ. როგორც იწერება, ჯალოროსი მზადაა მიქაუტაძის სანაცვლოდ მხოლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი გუნდი ნიკოლა კრსტოვიჩის ვარიანტზე გადაერთვება. ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლიონი უახლოეს დღეებში ლიგა 2-ში დაქვეითებასთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარს შეიტანს და ყველაფერი საჩივრის პასუხზე იქნება დამოკიდებული. შეგახსენებთ, რომ ფინანსური დავალიანების გამო საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლიონი ამ გზით დასაჯა. თავის გადასარჩენად კი გუნდს უახლოეს კვირებში 100 მილიონი ევროს მოძიება მოუწევს. სხვა შემთხვევაში მომავალი სეზონიდან მიქაუტაძის ამჟამინდელი გუნდი საფრანგეთის ლიგა 2-ში ითამაშებს. დღევანდელი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. რომ შევაჯამოთ ეს ვიდეო, პირველ რიგში დიდი იმედი მაქვს მეც და დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანს, რომ ხუჩა კვარაცხელია დღეს გოლით ან უფრო მეტით გაგვახარებს. მეორე, შეგახსენებთ კომპანიებს კიდევ ერთხელ, რომ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ და ეს საკმაოდ წარმატებული იქნება ორივე მხარესთვის. და მესამე, მეგობრებო, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო. მალე ძალიან მაგარი და გრანდიოზული სიახლეებით დაგიბრუნდებით. დღეისთვის სულ ეს იყო. მე კი გემშვიდობებით და აბა წარმატებები.